მოგესალმებით. ეს არის 16 აგვისტო 2025 წლის. ეს არის ჩემი ვერანდის კლუმბა. წინა ორი კვირა იყო საშინელი სიცხეები 40 გრადუსამდე ადიოდა ჩრდილში. ეხლა ეს მოკლე ვიდეო მინდა გაჩვენოთ, ამ მოკლე ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ლავანდა. ეს არის საკმაოდ დიდი ლავანდა იზრდება და მინდა მიაქციოთ ყურადღება ერთ რამეს. შეხედეთ, ზედა სიცხეების გამო ვერ მუშაობდი და ვერ გადავჭერი ლავანდა ყვავილობის მერე. თუმცა შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჯერ კიდე არ დაუსრულებია ყვავილობა. აი ესე უნდა გადამეჭრა. ეს არის ვარდისფერი ლავანდა. ჭრი ისე, რომ ყვავილედის ქვემოთაც ვიღებ, არა გახევებულ ნაწილამდე, იმიტომ რომ გახევებულიდან არ გამოიღებს ფოთლებს და თუ გამოიღებს მხოლოდ ზოგიერთ უფრო თბილ რეგიონებში, ჩემი არის მე7 მერვე ზონა და აი მინდა დააკვირდით, ეს წელს პირველად მოხდა, არ ვიცი, შეიძლება ზაფხულის გამო, სიცხელი ზაფხულის გამო და წვიმები რო არის ყველაფერს ლავანდას უყვარს სიცხე, ქვემოთ ახალი ყვავილები წამოვიდა. წელს შევამჩნი ეს პირველად. ანუ თუ არ გადავჭრით, შეიძლება ეს მივიღოთ. მაგრამ მე ამხელა ბუჩქზე უნდა ვიდგეთ და ეს ყვავილედები, რომელიც მას უკვე გადაიყვავილა, უკვე ცოტა რთული გადასაჭრელი იქნება და გადაჭრილიც კი თუ არ ჩავედით ფოთლამდე, უშნო ღერებად გამოჩნდება. მოკლედ ვიღებ კომენტარებს, როგორ შეიძლება მოვექცეთ. არა და გათვლილი მქონდა, რომ ეს დიდი ლავანდა რო დაამთავრებდა ყვავილობა, ზუსტად ემთხვევა აი ამ პეროვსკის ყვავილობა, შალფეი, რუსული შალფეი პეროვსკი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამის ზუსტად რო დამემთხვია, რომ ორივე ერთად რო ყვავილობს, ცოტა ულამაზოა წინიდან, გაჩვენებთ წინიდანაც. შევეცადე ამისთვის გამეკეთებინა ჩელსი ჩოპი. ჩელსი ჩოპი არის, როდესაც გინდა ყვავილობა შეანელო, ცოტათი გადაჭრი.